იმდენად დიდი რაღაცა გაკეთდა, რომ ვერ დაიფარა, არა არის დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს და საცდაურ იყოს. დადგა ამბოს მოციქული, ძილისაგან თქვენი გამოღვიძების შამი. ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა. ღამე იგი განგვეშორა და დღე იგი შემოგვიახლა. თუ კი ქრისტიანად გახდო მაგ სურს, მაშინ ქრისტეს მსგავსად მოიქეცი. მან უცოდველმა 40 დღე იმარხულა, ხოლო შენ ცოდვილს არ გინდა მარხულობა. თავად განსაჯე, ქრისტიანი როგორ ხარ? თუ კი იმ დროს მაძღრობ, როდესაც ქრისტე შენს გამო შიმშილობდა, მაშინ ტკბები, როდესაც იგი კიდევ ერთხელ მარხულობდა. ჩვენო საკვირაო სკოლის წევრებო, მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება. ძალიან საჭირო საკითხს შევეხებით აუცილებელს, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველა ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქრისტიანი იმყოფება იმ უნიშნელოვანეს პერიოდში, რომელ პერიოდსაც ეწოდება დიდმარხვა. პირველ რიგში მოგელოცავთ დღევანდელ დღეს დიდებლობის ზეიმი. ფიქრე თუ რა მიმართულებით წამიყვანა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და თავს უფლება ვერ მივეცი, რომ ასე ვთქვათ, ჩემეული ინტერპრეტაციითა და ჩემეული საუბრებით წამიყვანა დღევანდელი შეხვედრა და შემოვკრიბე წმინდა მამათა მიერ დაწერილი ის წერილები, ნაშრომები, მნიშვნელოვანი ფრაზები, მონაკვეთები. ერთ-ერთ წერილს მაგალითად ბასილი დიდის დიდმარხვასთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩემთვის განსაკუთრებულად ალბათ ყოველი ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი წერილი, აუცილებლად ბასილი დიდის წერილზე გადავიდოდეთ. თავს წავიკითხავთ ბიბლიიდან, ეს არის ესაია წინასწარმეტყველის 58 თავი, შეგიძლიათ ჩაინიშნოთ და თქვენც მშვიდად წნარად თქვენს სახლებშიც წაიკითხოთ. ეს არის კიდევ შეგახსენებთ ესაია წინასწარმეტყველის 58 თავი. სანამ ბასილი დიდის წერილზე და ესაია წინასწარმეტყველის აი ამ კონკრეტულ თავზე გადავიდოდეთ, ზოგადად მარხვის სახეებს შევეხოთ. პირველ მშობლებს, ადამსა და ევას, რაც კეთილისა და ბოროტის ხის შეცნობის ნაყოფის ჭამის აკრძალვას ეხებოდა. სწორედ ამ ხის ნაყოფის ჭამის შემდეგ განიდევდნენ ჩვენი პირველ მშობლები 60-დან, ასე ვთქვათ, 40 დღიანი მარხვა, რასაც ჩვენ მარხულობთ, ერთ-ერთი შემთხვევა ხდება ჩვენ ამის, ეს არის მოსე წინასწარმეტყველთა ერთდღიანი, სამდღიანი, 7 დღიანი მარხვები ძველ აღთქმაში. ესი მარხვა ეს არის ორდღიანი მარხვა. აი ეს ორი დღე ჩვენ როდესაც ვინახავთ ამ ორ დღეს, ეს არის მაცხოვრის დაცემის დღე და პარასკევი ეს არის ვნების ჯვარცმის დღე. ეს უწყება ოთხშაბათი პარასკევი მარხვის შესახებ ჩვენ ხვდება მეორე საუკუნით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი ნაშრომის იწოდება ეს დიდაქე 12 მოციქულთა მოძღვრებად და ამ დიდაქეს ტექსტი შემორჩენილია და ქართული თარგმანიც არსებობს. და იქ ნახსენებია, რომ ნუ იმარხავთ ამ ორ დღეს პირმოთნეთა მსგავსად, ზოგ რედაქციაში წერია ორგულთა მსგავსად, რომლებიც მარხულობენ ორშაბათს და ხუთშაბათს. ესენი არიან ფარისევლებზე აქ მითითება, რომლებიც ამ მარხვას იცავდნენ ორშაბათს და ხუთშაბათს. არამედ დაიმარხეთ ეს დღენი ოთხშაბათსა და პარასკევს არის პირდაპირი მითითება. აუცილებლად უნდა გამოვყოთ მეზვერისა და ფარისევლის იგავში. თუ გინდათ ეს ჩაინიშნეთ და თქვენც წაიკითხეთ, ეს ლუკას სახარების მე-18 თავის მე-12 მუხლია, სადაც წერია ფარისეველი ამბობს, ნახეთ, ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინ. აქ რასაც ფარისევლები ინახავდნენ ორშაბათი და ხუთშაბათი, ხავდნენ ოთხშაბათსა და პარასკევს. და სწორედ ფარისევლებს ამხელს იესო ქრისტე, როდესაც გვიწესებს მარხველებს ჭეშმარიტი მარხვის საზომს, განსხვავებით ფარისევლებისა და ამბობს: დარაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით ვითარცა იგი ორგულნი წუხარე, რამე თუ განიყვნიან პირნი მათნი,
რაითა ეჩვენენ კაცთა მარხვილად. ამინ გეტყვი თქვენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი, ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაითა არა ეჩვენო კაცთა მარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. მე-6 თავის 16-18 მოხლები. ხო ძალიან მოკლედ, რატომ არ მარხულობდნენ ქრისტეს მოწაფეები მუდმივად. სახარებაში ადათვით მაცხვარი ამბობს ამის შესახებ. აი, მარკოზის სახარება მეორე თავის მე-19 მოხლი. ვერ ხელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათთანა არს მარხვად. სიძეში იგულისხმება იესო ქრისტე. აქ მაცხვარი სიძეს უწოდებს საკუთარ თავს, ხოლო მისი მიწიერი ცხოვრების პერიოდს საქორწინო დღესასწაულს ადარებს. ამიტომ ამ დროს მარხვა არ ეგებისო. თვით იესო ქრისტე ამბობს ამას და ასე ასწავლა მოციქულებს. შემდეგ მაცხვარი ამბობს, კიდევ აი მარკოზის სახარება მეორე თავის უკვე მე-20 მოხლში ნაწერია. არამედ მოვლენან დღენი ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან და მაშინ იმარხვიდან მას დღესაშინა. იყო, ანუ სანამ იესო ქრისტე მოციქულებთან იყო, არ იყო საჭირო მარხვა მათთვის. რადგან იესო ქრისტე უკვე მათთან არის ისედაც. ხოლო ამაღლების შემდეგ, როდესაც იესო ქრისტეს ეცა დამახდა, უკვე მოციქულები იწყებენ მარხვას. რომ ეკლესია ითვალისწინებს რამის ამ დარიგებას, სიძის ხელმეორედ მოსვლის მოლოდინში მარხვას ინახავს. ანუ სანამ მეორედ მოსვლა იქნება, ეს დაწესებულია ეს მარხვა. ზოგადად, საიდან არის? ბნების კვირის წარმოშობა დაკავშირებულია თვით ქრისტიანთა სურვილთან. ქრისტეს ნების გახსენება მარხვითა და ლოცვით აღინიშნოს. სურვილი იყო თვითონ, რომ მარხვა დაეწყოთ ნების კვირას, რათა გაეხსენებინათ მაცხოვრის ვნების პერიოდი. ახლა კი უშუალოდ გადავიდეთ დიდმარხვის წარმოშობის საკითხზე. დიდმარხვის წარმოშობა მიეკუთვნება ნათლობისთვის გამზადებულთათვის, ანუ კათაკმეველთათვის განკუთვნილ მოსამზადებელ პერიოდს. ახლა ორიოდე სიტყვა ვთქვათ აი ამ მოვლენის შესახებ. ეს ეკლესიაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ ადამიანები მოდიან ტაძარში, მათ სურვილი აქვთ რომ მოინათლონ და იკონომიით, ანუ დაშვებით ეკლესია უშვებს ამას, იწნარებს ამ მოვლენას და იკონომიით ეს ადამიანები ინათლებიან პირდაპირ. მაგრამ პირველი ქრისტიანები ასე არ აკეთებდნენ. ისინი ემზადებოდნენ და სწორედ აღდგომის პერიოდში ინათლებოდნენ. ხდება კიდევ ეს კათაკმეველების სახელი, მაგრამ სტიქაროსნებიც არიან, თქვენ მორწმუნეები ხართ, ეკლესიის წიაღში ხართ, საღვთო ლიტურგიას ესწრებით. წირვა განიყოფა სამ ნაწილად. პირველი ეს არის პროსკომიდია, ანუ კვეთა. მეორე ნაწილს წირვისა ეწოდება კათაკმეველთა ლიტურგია. გახსოვთ თქვენ ძალიან კარგად, რომ კათაკმეველთა კვერექსი იკითხება და დიაკონი ამბობს ასეთ სიტყვებს, ერთ-ერთ მოხსვიტყვი, რაოდენი კათაკმეველნი ხართ, განვედით. თუმე კათაკმეველნი ხარ, განვედით და რაოდენი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე უფლისა მიმართ ვილოცოთ. აი ამ დროს კათაკმეველები ტოვებდნენ ღვთისმსახურებას. და უკვე იწყება მართალთა ლიტურგია. რატომ ტოვებენ ისინი ღვთისმსახურებას? იმიტომ ტოვებდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ ზიარება, უკვე იწყება ევქარისტიული კანონი. იესო ქრისტე ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცად იქცება პური და ღვინო და უკვე მართალთა ლიტურგია იწყება, რომლებიც ეზიარებიან იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ხოლო კათაკმეველი ამ დროს გადიოდა ტაძრიდან. რაღაცა არსებობს ეკლესიაში, რაც ღვთისმსახურებამ შემოინახა. რა მაგალითად ვთქვათ, რომ დამწერლობა მაგალითად. ნუსხური, ასომთავრული. ეკლესიას ღვთისმსახურება რომ გაიგრძელებინა მხედრულით, თანამედროვე დამწერლობით. თანდათანობით დავიწყებას მიცემოდა ძველი დამწერლობა. ასევე შეიძლება ითქვას კათაკმეველთა ინსტიტუტის შესახებ.
კათაკმეველთაის შესახებ უნდა მithქვა და რატომ უნდა მithქვა ეს. ეს 40-დღიანი მარხვა თავდაპირველად იყო განკუთვნილი კათაკმეველებისთვის. ისინი 40 დღეს იცავდნენ და უკვე ნელ-ნელა მრევლს უნდა ენუგეშებინა ისინი პირველ ქრისტიანებს, მონათლულებს და მათაც დაიწყეს დიდ მარხვის შენახვა. ანუ ანუგეშეს კათაკმეველები და აი ჩვენც თქვენთან ერთად მარხულობთ. რომ არ ყოფილიყო მათ შორის რაღაც გათიშულობა. და მაგალითად მოვიყვანოთ წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი, მეორე საუკუნის მოღვაწე წმინდა მამა. იგი ამბობს, რომ კათაკმეველებმა ლოცვითა და მარხვით ნათლობის წინ ღმერთისაგან ცოდვათა შენდობა უნდა გამოითხოვონ და შემდეგ ამატებს. ჩვენც მათთან ერთად ვლოცულობთ და ვმარხულობთ. ფილოსოფოსი, აი ამ წერილში, აი ამ წინადადებაში ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ადრეული ქრისტიანები მარხულობდნენ და ლოცულობდნენ კათაკმეველთან ერთად, რაც ღვთისმსახურებაში წაისახა შემდეგშიც. უკვე მეოთხე საუკუნიდან ეკლესიამ კათაკმეველთა მარხვას მაცხოვრის მაგალითისამებრ 40 დღე განისაზღვრა. მაგალითად წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: გახდო მაგ სურს, მაშინ ქრისტეს მსგავსად მოიქეცი. მან უცოდველმა 40 დღე იმარხულა, ხოლო შენ ცოდვილს არ გინდა მარხულობა. თავად განსაჯე. ქრისტიანი როგორ ხარ? თუ კი იმ დროს მაძღრობ, როდესაც ქრისტე შენს გამო შიმშილობდა, მაშინ ტკბები, როდესაც იგი მარხულობდა. ტკბებია წმინდა მამის. ახლა უკვე საბოლოოდ ეს არის მეოთხე საუკუნის დასასრულისათვის აღდგომის წინ მარხვის დაცვის ვალდებულება განისაზღვრა მოციქულთა 69 კანონით, ყველა მორწმუნისათვის ერთმნიშვნელოვნად. და წერია ამ დადგენილებაში ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი ან გალობელი, რომელიც აღდგომის წინ წმინდა 40 ან ოთხშაბათი ან პარასკევი არ იმარხულოს, განკვეთილ იქნეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელი უძლურება ამის საშუალებას არ აძლევს. ერისკაცი კი ასეთი ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს. გადავიდეთ დიდმარხვის სულიერ მნიშვნელობაზე. წავიკითხავ ისაია წინასწარმეტყველის 58 თავს, მაგრამ რაღაც მუხლები გამოკრებილად წავიკითხოთ, რომელიც ამოვარჩიე. დღე, როცა ადამიანი აწამებს თავის თავს, ვით ლერწამი იდრექს თავს და ძაძას და ნაცარს იგებს ქვეშ. განა ეს მარხვა არა? განა იმისთვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს. და მათ ეუბნება, რომ მარხვის პერიოდში თქვენი პური მშიერს უნდა გაუნაწილოთ. და ღარიბნი და უსალკარონი შემოიყვანო სახლში. როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენ სისხლსა და ხორცს ნუ უგულებელ ყოფ. მაშინ ცისკარებით ამოსკდება შენი სინათლე და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება. სიმართლე და უფლის დიდება გარე მოგიცავს. იერს შენ სულს და წამებული სულს გააძღობ. მაშინ გაბწყინდება სიბნელეში შენი ნათელი და შენი წყდიადი შუადღესავით იქნება. ყოველმა ქრისტიანმა უნდა აკეთოს კეთილი საქმეები. აი ამ მე დავალებასავით მოგცემთ, რომ 58 თავი ესაიასი წაიკითხოთ აუცილებლად. და ახლა მარხვის საკითხზე უშუალოდ ბასილი დიდის უძირფასესი წერილი ამოვიკითხოთ ბასილი დიდი მარხვისათვის. წინასწარმეტყველმა დაგმო წესი ებრაელების მარხვისა და ჭეშმარიტი მარხვისაკენ მოგვიწოდა. რაც წავიკითხეთ უკვე. როცა გვითხრა, ნუ სასჯელად და ბრძოლად იმარხავთ, არამედ გახსენით ყოველი საკრველი ბოროტებისაი, ხოლო უფალი მოგვიწოდებს. იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რომელი მუხლით ჩვენ წავიკითხეთ. რაც ასე უნდა გავიგოთ. სული შენი ცოდვებისაგან განიბანე და თავსა შენსა საცხებელი სიწმინდისა იცხე. რათა ქრისტეს ეზიარო და მარხვას ასე შეუდექი. წუხარე სახეს ნუ მიიღებ, რათა ადამიანებს დაანახო, რომ შენ მარხულობ. ჭმუნმარების გამოფენით ძლევის გვირგვინსა და სამკაულს ვერავინ შეიმოსავს. სევდიანი მარხვის, ანუ განკურნების შამს. პირიქით, მარხვის დადგომა სიხარულით უნდა შევეგებოთ.
რადგან სახიერმა მკურნალმა მისი სახით ცოდვის განსაკარებელი წამალი მოგვცა. სიღრმეში დამკვიდრებული ცოდვებისაგან ათავისუფლებს სულს. ნუ შევეცდებით საკუთარ თავს დიდება თვალში საცემი მწუხარებით მოვუხვეჭოთ. იმიტომ რომ ვერც განცხადებული მარხვა და ვერც სხვათა დასანახად ჩადენილი სიკეთე საქმე სარგებელს ვერ მოგცემს. რადგანაც ქებას აქვე დავემსახურებთ და თანაც არასეციერი მამისაგან, რომელიც დაფარულსა ხედავს. გვაგონებს, რომ ჩვენ არ უნდა მარხულობდეთ სხვის დასანახად. და ბევრს ჭირს ეს ბევრ ქრისტიანს მარხვის დროს გონია რომ აი ტირილში და აი ამ ცრემლის ღვარში უნდა გაატაროს. ნუ რა თქმა უნდა ყოველი ქრისტიანი ცრემლებს უნდა ღურიდეს საკუთარი ცოდვების გამო, მაგრამ ამ ყველაფერს დაფარულში უნდა აკეთებდეს ქრისტიანი. ორი მნიშვნელოვანი რამ, რაზეც დგას მართლმადიდებლური სარწმუნება ლოცვასა და მარხვაზე, ორივეზე ნათქვამია. ლოცვაზეც როგორ არის ნათქვამი? როცა ილოცვი და შედი შენ საუნჯიში და ანუ იქილოცი, ანუ შენ გულში შედი და იქილოცი, ანუ ადამიანები არ უნდა ლოცულობდნენ და არ უნდა მარხულობდნენ სხვის დასანახად. მარხვა დასაბამიდან მოდის და რჯულზე უფრო ძველია. აი, რჯულზე უფრო ძველია რას ნიშნავს? რჯული ვისგან მოგვეცა ჩვენ? ღვთისაგან მოგვეცა, მაგრამ მოსეს მეშვეობიდან რჯული მოსესაგან მოგვეცა. მაგრამ მოსემდე მარხვა დაწესდა უფლისაგან, ღმერთისაგან თვით სამოთხეში. ადამმა მოისმინა სიტყვები, რომ ძელისა მისგან საცნაურისა, კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ. 1000 საჭმით სხეულს. მკურნალი ხომ ავამტყოფებს ხშირად მარხვასა და მრავალფეროვანი სურსათანო ვაგისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. ნახე რა საინტერესო რამეს ამბობს ბასილი დიდი. ვისაც გაძღომა და ნაირნაირი კერძთა სიმძიმის ტვირთვა შეუძლია, მარხვა აღარ შეუძლია? სხეულისათვის რა უფრო ადვილი და სარგებელი იქნება? სუბუქი საზრდელის მიღების შემდეგ სუბუქად გატარება ღამისა თუ საჭმლის სიმრავლისაგან დამძიმებული ძილი. იმისა, რომ ძიმედ დატვირთული ნავი უფრო გადაურჩება ზღვის ღელვას, ვიდრე სუბუქად დატვირთული. ასევე ადამიანის სხეულიც. ვინც საკვებს ზომიერად და მსუბუქად იღებს, ის უფრო დიდი წარმატებით მოიგერიებს ავამტყოფობას, ვიდრე ის, ვინც მრავალფეროვანი სანოვაგით ტვირთავს სხეულს. სიკეთენი არ განივრცობა მხოლოდ სულზე. მარხვის სიკეთენი განივრცობა სხეულზეც, ხორცზეც. ანუ როცა მარხულობს ადამიანი, ეს არა მხოლოდ სულიერი სიჯანსაღისთვის არა, პირველ რიგში ამისთვის არა, მაგრამ ეს არის ხორციელი სიჯანსაღთვისაც. და ამის მაგალითის მოიყვანა წმინდა ბასილი დიდიმ, როდესაც თქვა, რომ მკურნალნი, ანუ ექიმებიც ურჩევენ, რომ რაღაც საკვებისაგან თავი შეიკავოს ადამიანი. მარხვა ზოგადად ყველა ადამიანში განსხვავებული არ შეიძლება ერთი და იგივე კანონი დაუწესოთ ყველას. როგორც ექიმი არ უწერს ერთი და იგივე წამალს სხვადასხვა პაციენტს, რომ ყველა სჭირდება თავისი მიდგომა და ამიტომ მოძღვრები უშვებენ გამონაკლის, ეკლესიის მიერ არის ეს გამონაკლისი დაშვებული, რა თქმა უნდა, და მაგალითად ზოგიერთი ძისნაწარმის კურთხევას იღებს, რადგან არ შეუძლია, ხორციელად უძლურია. განწმენ ძალაზე ძველი აღთქმის წიგნების ნათლად მეტყველებენ, აგრძელებს წმინდა ბასილი დიდი. წინასწარმეტყველი მოსეს სწორედ მარხვის წყალობით მიეახლა წმინდა მთას. ეს არის გამოსვლათა 24 თავში აღწერილი ეს მოვლენა. მარხვა რომ არ ქონოდა საჭიროლა და ასხმული, როგორ გაბედავდა შესულიყო მთაზე ნისლში, რომლისაგან კვამლი ადიოდა. რომ არ ემარხულა ღვთისაგან ვერც ფიცარზე და წერილმცნებებს მიიღებდა. სამაგიეროდ ნაყროვანება მისი რეაქცია კერპმსახურად. დასხდა ერიგი ჭამა და სუმა და აღდგეს სიმღერად. ერთი დღის სიმთვრალემ და ნაყროვანებამ 40 დღის მარხვა და ვედრება წყალში ჩაყარა. ხოლო მარხვის წყალობით მიღებული ფიცარის სიმთვრალემ შემოსრა. შეადარე ერთმანეთს მოსესა და მისი მშობელიერის აქციელი და დარწმუნდები, ამბობს წმინდა ბასილი დიდი, რომ მარხვას კაცი ღმერთთან მიჰყავს, მაშინ როცა შვება და სიმაძღრე შინა გამცემია. წარმოიდგინეთ ებრაელი ერი, რომელიც მარტივად რომ თქვათ, გამოვიდა ეგვიპტელთა მონობისაგან, მაგრამ უჭის მონობისაგან ვერ გამოვიდა. და ბასილი დიდი. განა სამუელი მარხვამ და ლოცვამ არ შეძინა მის მშობლებს და სამსონის მარხვის წყალობით არ იქცა უძლეველად. მარხვამ შვა იგი, მარხვამ აღზარდა და მარხვამ განუმტკიცა ძალა, რადგან დედამის ანგელოზის სპირით ებრძანა
ვენახისაგან რაც არ შეჭამოს და ღვინო და თაფლუჭი არ სვას. საჯუხთა წიგნიდან არის ეს. მე-13 თავის მე-14 მოხლი. 40 დღის მარხვის წყალობით წინასწარმეტყველი ელია ღირსი გახდა ქორების წმინდა მთაზე უფლის ხილვისა. მოყავს წმინდა ბასილი დიდის ძველი აღთქმიდან. ასევე წინასწარმეტყველმა დანიელმა არც პური ჭამა და არც წყალი სხვა 3-7 მანძილზე. სამაგიეროდ მარხვა ლომებსაც ასწავლა. როცა იგი ლომებით სავსე ორმოში ჩააგდეს, ხეცებმა როგორც ქვას ან რვალს კბილი ვერ შეახეს. როგორც ხედავთ, მარხვამ ლომებს პირი აუკრა. მარხვა ლოცვას ცადა ამაღლებს, ფრთებს ასხამს. მარხვა წინამძღვარია განსვენებისა, დედა სიმრთელისა, განსწავლელი ჭაბუკთა, სამკაული მოხუცებულთა, კეთილი თანამგზავრი მოგზაურთა. არ იჭნეულობს ქმარი, როცა მეუღლეს მარხველს ხედავს, ხოლო სახლი მარხვით ვინ გააღარიბა? მარხვის გამო პირუტყვების სიკვდილზე არ გოდებენ. არ ჩანს ბრძანება მუცლის მიერ გამოცემული. დასვენებულია მახვილი მზარეულთა, სახლიც ისვენეს კვამლისა და ოშივარისაგან, ქვაბებისა და ტაფების რახაროხისაგან. ესე ხატრულად ეს ენა რაც წმინდა ბასილი დიდს აქვს და წმინდა იოანე ოქროპირს, ну, რა თქმა უნდა, ყველა წმინდა მამას საოცარი წერის მანერა აქვს, მაგრამ განსაკუთრებით მე გამოვყოფდი ბასილი დიდს და იოანე ოქროპირს. უდიდესი მხატვრული ნაწარმოების სახე აქვს მათ წერილებს და როგორ ლამაზად გამოხატავენ მათ სათქმელს. ზეზიცა, რაც უფრო ძლიერ მოსწყურდება კაცს, მით უფრო ტკბილი აღმოჩნდება მისთვის წყლის დალევა. ასევე მიმზიდველია მარხვის შემდეგ გახსნილება. დაუსრულებელი შვებითა და უზომო ჭამასმით ადამიანი კარგავს გემრიელი საშმელ საჭმელის დაფასების უნარს. ხომ ხედავთ, რომ ზე უფრო ბრწყინვალეა შემდგომად ღამისა. ღვიძარება უფრო ტკბილია ძილის შემდეგ, ხოლო სიმრთელე უფრო სასურველია მას შემდეგ, რაც სასურველი ხდება ჭამა მარხვის შემდეგ, როგორც დიდრების, ასევე ღარიბებისთვისაც. მოყავს განა მარხვა არ განუსვენა ლაზარეს აბრაამის წიაღს და შინა? რაც ხომ მარხვა იყო, არც საწოლი ქონდა, არც ტაბლა, არც ათესი მიწა და ხარები, არც ხორბალი და მეპურე, მაგრამ იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი არავინ ყოფილა ქალის ნაშობთაგან. ნეტარ პავლესაც სხვა ჭირთან ერთად მარხვაც ჰქონდა სიკათულად, ამიტომაც გახდა იგი ღირსი მესამე ცისხილვისა. თვითონ უფალმაც, როცა მან ჩვენთვის ხორცი შეიმოსა, მარხვით შეზღუდა იგი, რათა ესწავლებინა, რომ მარხვით უნდა გავწვნათ და დამწოთ თავნი ჩვენი. მარხვა იერარქია ეშმაკის წინააღმდეგ. სახარებაში ვკითხულობთ. ესე ნათესავი სხვისითა არარაით განიდევნების, არამედ ლოცვითა და მარხვითა. როდესაც უფალთან მიიყვანეს ეშმაკეული მოციქულებმა დაევნებიან, ეკითხნენ, ჩვენ რატომ ვერ შევძელითო მისი განკურნება ურწმუნოებისა თქვენისათვის. აი რას ეუბნება მაცხოვარი მოციქულებს. ამი გეტყვით თქვენ, დოგვის მარცვლის ოდენარ წმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თას აქედან იქით გადადიო, გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს უკეთური მოდგმა კი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება. მან და ამით მოგცა ადამიანის ბოროტ ძალებთან საბრძოლებელი იარაღი. ლოცვითა და მარხვით ადამიანი ათავისუფლებს სულს ამქვეყნიური საზრუნავისაგან, ამაო ფუსფუსისაგან, ცოდვის მორევისაგან. ასუსტებს და თრგუნავს ხორციელ მოთხოვნილებებს, რითაც აცლის ეშმაკს ბოროტის ზემოქმედების სარბიელს. ასევე მოვეყვანოთ წმინდა დავით წინასწარმეტყველის მეფსალმონის სიტყვები, რომ კაცი პატივსაშინა იყო, ბაძვით და იგი პირუთ საუგუნურსა და მიემსგავსა მათ, რა პატივი ხვდა, ხო, წილად ადამიანს და რა გულისხმა, ხო, ნუ რა გაითავისა. პასუხი აქვეა, დავითის სიტყვების მეორე ნაწილში, აი, ბაძვი და იგი პირუტყთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. დიახ, უგუნურებით მიბაძა პირუტყს და დაემსგავსა მას. ესე იგი, გონიერება ყოფილა დიდი პატივი. ის არის ნაწილი გონიერება ადამიანისა, რაც პირუტყვისაგან განასხვავებს მას. ითია განპირობებული, ეს კითხვა ისმის. ციელი სურვილებით. სწორია უნდა დალიოს, შია უნდა ჭამოს, ეძინება უნდა დაიძინოს. სირბილი უნდა ირბინოს. მას არც სიცხვილე გააჩნია, ყველაფერს ბუნებრივად აღასრულებს. არაფერია მისთვის მოსარიდებელი. ადამიანიც ასევე იქცევა. ამ შემთხვევაში, როდესაც დავით მეფსალმონის სიტყვები მართლდება, ხო? იგი უგუნურ პირუტყს ბაძავს და ემსგავსება კიდევაც მას. გონიერება ადამიანისთვის წყალობა ღვთისა. წმინდა პავლე მოციქული ამბობს.
ყველაფერი შესაძლებელია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ეს ერთ-ერთი ჩემთვის აყვარელი ფრაზაა პავლე მოციქულის ეპისტოლიდან, კიდევ ერთხელ ამოვიკითხავ. ყველაფერი შესაძლებელია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. იმისთვის გვიბოძა, რომ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან და კეთილი ავირჩიოთ. ვინც ბოროტებას ირჩევს, იგი ქურდია და ავაზაკი, რადგან მითვისა ღვთისაგან ბოძებული ნიჭი და უკეთური მიზნებისთვის გამოიყენა. რაღაც ნაწილ და რაც ყოველ ადამიანს განსაკუთრებით დიდმარხვის პერიოდში ისე უნდა იცხოვროს ადამიანმა ზოგადად ყოველმა ქრისტიანმა, პავლე მოციქულის ეპისტოლეები არის დიდი საგანძური, რომელთა მიმართ ეპისტოლე. რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომელნიც სულიერად არიან სულიერზე, რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი სიცოცხლე და მშვიდობა. ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, რამე თუ არ ემორჩილება ღვთის ჯულს, ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არც ძალუც ასიამოვნონ ღმერთს. და სწორედ მარხვის პერიოდი არის, როდესაც ჩვენ ხორციელად არ ვცხოვრობ და სულზე ვზრუნავთ. დადგა ამბოს მოციქული, ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა. ღამე იგი განგვეშორა და დღე იგი შემოგვეახლა, ასეა ძველ ქართულში. სიმდელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი. მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით, არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შევიმოსოთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისქმა ნუ გავხდით. მაშ ვიდრე დრო გაქვს და დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველამ და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანი არ წმენით. ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა თავსიდებდით ურთიერთთა სიყვარულითა. ისწრაფეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა, მშვიდობის საკვირველით. ერთია სული, ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არის და ყოველთა მიერ და ჩვენ ყოველთა შორის. სულსა წმინდა სამღვთისასა, რომლით აღიბეჭდენით დღედ გამოხსნისა, ყოველი სიმწარე, რისხვა, გულისწყრომა, ხვილილი, გმობა, მოსპედ თქვენ შორის. ყოველ უკეთურებასთან ერთად იყავით ერთმანეთის მიმართ ტკბილი, მოწყალე, მომადლებელ, თარცა იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგმადლა ჩვენ. ნუცა ვინ გაცდუნებს თქვენ ცუდითა სიტყვითა, რამე თუ ამისთვის მიიწევის რისხვა ნაშრობთა მათზე და ურჩებისათა. ნუ იქნებით მათი მსგავსი, რამე თუ ოდესღაც ბნელი იყავით, ხოლოაც ნათელი ხართ უფლის მიერ. გამოსცადეთ რა იარ სათნო უფლისა და ნუ თანაიზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა. რა ნიშნავს რა ძირფასი სიტყვებია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ნუ თანაიზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა. ანუ იმ ადამიანების საქმეებს ნუ დათანხდებით და ნუ ეზიარებით და აღასრულებთ, რომელთა საქმეები არიან უნაყოფო, არის უნაყოფო. არამედ ამხილეთ, რამე თუ რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სათქმელადაც კი სამარცხვინოა. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან განცხადდება, რამე თუ ყოველივე განცხადებული ნათელავს. ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ გულისხმა ყავთ, რა იგი არის ნება უფლისა და ნუ დაითვრებით ღვინითა, საინტერესო ფრაზა ეპისტოლიდან, რომლით არ სიბილწე, არამედ აღისენით სულითა. ღვინოსთან დაკავშირებით თქვა ორი ფრაზა, მნიშვნელოვანი ფრაზა, ძალიან მოკლედ. ღვინის ზოგადად სიძულვილიც არ შეიძლება, ღვინო ახარებს გულსა კაცისასა, ფსალმუნში წერია. მაგრამ არსებობს მეორე, აი ეს ფრაზა მნიშვნელოვანი. ნუ დაითვრებით ღვინითა, რომელ არ სიბილწე. ანუ ზომიერად უნდა მიიღოს ყოველმა ქრისტიანმა უფალს. მადლობდეთ ყოველადვე ყოველთათვის, სახელითა უფლისა ჩვენისა იესოსა და მამასა. მოკლედ შევეხოთ. სამი ლიტურგია არსებობს დღეისათვის. ეს არის წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია, წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია და წმინდა გრიოლ დიოლოგოსის პირველ შეწირული ლიტურგია. ძალიან მოკლედ ვთქვათ ამ სამის შესახებ. ჯერ აღესრულება წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია, მაგრამ ახლა როდის აღესრულება დანარჩენი ორი. დიდის ლიტურგია აღესრულება წელიწადში 10-ჯერ. ხვის პირველი 5 კვირა. ეს არის ნათლისღებისა და შობის წინადღეები, ეს 7, 14 იანვარი, მეათე ეს არის დიდი ხუთშაბათი და დიდი შაბათი. პირველ შეწირული ლიტურგია
დიდმარხვის პერიოდში სადაგ დღეებში შაბათ-კვირის გარდა წირვა არ აღესრულებოდა. და მორწმუნეებმა, ქრისტიანებმა, ჩვენმა პირველმა ქრისტიანებმა წინაპრებმა გამოთქვეს სურვილი სისადა ხორცს ზიარებოდნენ და ამიტომ ეკლესიამ ეს მორწმუნეების ეს თხოვნა გაითვალისწინა და პირველ შეწირული ლიტურგია ჩამოყალიბდა. გამიგია და ვიცი პირველი კვირა ჯერ იწყება პირველი კვირა ყველიერი. და ნუ შემდეგ ბოლო კვირაც არის თუ მე როგორც ვიცი თან ვისაც ყველიერი აქვს, ყველიერი კურთხევა აქვს. ის პირველი კვირა არ შეიძლება ყველიერი კურთხევა იყო და ყველიერი კი არა, გზის კურთხევა და ბოლო კვირას არ შეიძლება იმ გზის კურთხევა. თანობით მორწმუნე ემზადება ნაბიჯ-ნაბიჯ. ჯერ ყველიერი, ანუ ხორციელია და მოდი ხორცი გავაჩეროთ, ჯერ შევაჩეროთ, ხორცი არ მივიღოთ, ხორცს არ ვღებულობთ. ეს ანუ ეს ერთი კვირა მიეჩვევა, რომ ხორცი აღარ ჭამს და ნელ-ნელა მეორე კვირა უკვე ყველს მიირთმევს, ნელ-ნელა უკვე ემზადება მარხვის დასაწყება და ყველსაც შეწყვეტს. მარხვის საკითხი იყო პირველმშობლები მოვიყვანეთ მაგალითი პირველი მარხვა ადამისა და ევას მაგალითი, ხო? კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე. არ ვიცი თქვენ გაგებული გაქვთ თუ წაკითხული გაქვთ თუ არა, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფს ადამი და ევა მიიღებდნენ. უნდა ეგემათ ეს. ეს მარადიული პროცესი არ იყო, ეს მარხვა, როგორც სრულდება ჩვენი მარხვა, რაღაც იწყება და მთავრდება, ხო? ეს მარხვა ხო დაადგინდა, დაწესდა, მაგრამ მას იგემებდნენ, ანუ ამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი მათ უნდა ეჭამათ, მაგრამ ისევ წმინდა იოანე ოქროპირი არაჩვეულებრივი განმარტება. როგორც ჩვილ ბავშვს დედა და მშობელი ზოგადად არ აძლევს ხორცს, აი ისევ შენ კითხვას შეიძლება შეეხოდეს. არამედ რძეგ უკვე ხორცი რომ მისცეს, დაზიანდება ხომ ეს ბავშვი. ამიტომაც ისინი იყვნენ მართალია ზრდასრული პიროვნებები, მაგრამ იყვნენ სულიერად ჩვილები. სულიერად ჩვილები იყვნენ და კეთილისა და ბოროტის შეცნობა ჯერ მათ არ შეეძლოთ, არამედ იყვნენ თობილი იყვნენ, ანუ მადლით ღმერთები უნდა გამხდარიყვნენ და როცა ამის დრო მოვიდოდა, ახლა მზად ხართ. ყველაფერი უნდა ის რაც ხვალ და ზეგ უნდა მიიღოს, უნდა რომ დღეს მიიღოს. სამწუხაროდ ასეა. ბევრი რამ არის, რაც დროთა განმავლობაში მოდის, მაგრამ ჩვენ ვერ ვითმენთ. და მოუთმენლობით გვემართება ეს ცოდვა. მოხდარიყო თანდათან, მაგრამ ადამიანი სულ სწრაფი აღმოჩნდა და შედეგიც როგორია, თქვენ ნახეთ. კითხვას გისვამს. კითხვა წერია. ხო. როცა სიტუაციას ადამიანს უნდა აკეთებს და არა, სხვის დამსახად. შენ მარცხნა არ უნდა იცოდეს და რას აკეთებს, შენ მარჯვენა ხელი. მეორე შეკითხვა, სანთელი უნდა დავადგათ მაგიდაზე, რომ მთელი ოთახი ანთოს. ანუ ადამიანს სილეთის საქმეებს ყველა ხედავს და ამათ ბოლის მაინტერესებს განსხვავება მადლობა ბოდიშიო პრუსკა. ყველაფერი რაც უნდა გაიკეთებინათ, მოციქულებს დაფარულში უნდა გაიკეთებინათ, მაგრამ ნახეთ, იმდენად ცნობილი გახდებოდა მაინც მათი საქმეები, რომ ვერ დაიფარებოდა ისე, როგორც თაზე დაშენებული სახლი. რაღაცა გაკეთდა, რომ ვერ დაიფარა, არა არის დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს და საცნაური იყოს. დაფარულში გააკეთეს მოციქულებმა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ეს საქმეები, რომ განცხადდა.